მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის დოპამენ 13-ის არხი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ დუბლინში. დღეს ცოტა გადავუხვიე მოკლედ ჩემს კონტენტს, რაც მქონდა ჰაიკინგს და მოგზაურობას და დღეს გვექნება პატარა ჩელენჯი, რომელიც იქნება დუბლინში მხოლოდ 50 ევროთ რა. და თუ რა შეგვიძლია ამ 50 ევროთი გავაკეთოთ, ამას სულ ცოტა ხანში ნახავთ რა. მინდა შეგახსენოთ მეგობრებო, დუბლინი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქალაქი. შევეცდები რომ ყველაფერი ბიუჯეტურად გავაკეთო, რომ მთელი დღე ჩავეტიოთ 50 ევროში. მოკლედ წავიდეთ, მოდი აბა. რიგში გადავწყვიტეთ, გავიზმანოთ მოკლედ ერთ-ერთი 50 ევროს ბიუჯეტით და მოდი ვნახოთ, რისი ჩაცმა შეგვიძლია, რაც შეიძლება იაფად რა. აი ხა გადავიტან კარტაზე მხოლოდ 50 ევროს, აი, მხოლოდ 50 ევროს დავიტოვებ კარტაზე. წავიდეთ ახლა და ვნახოთ აბა რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი ჩაცმა შეგვიძლია. ჩათვალეთ ახლა არაფერი არ მოცია და ისე ჩამოვედი რა დუბლინში. არც ერთ თეთრს არ დავთმობ მოკლედ რა. ყველანაირად ეკონომიურად ვიქნები დღეს. წავედით მოკლედ მეგობრებო. მოვედით მეგობრებო ერთ-ერთ მაღაზიაში. აი ვიყიდი მოკლედ ამ შორტს. ესეთი შორტია. ძალიან კაი ხარისხის არის და ეს ყველაფერი დაგვიჯდება ზუსტად 50 евро მოკლედ მეგობრებო. თუ ეს არის ჩვენი ვიდეო მოკლედ დასასრულს მივუახლოვ და აბა კარგად გზანდებოდეთ აუცილებლად არ დაგავიწყდეთ დალაიქეთ და გამოიწერეთ ეს არხი. აბა თქვენ რა გეგონათ მეგობრებო რომ 50 ევროში რამდენი რამის ყიდვა შევძლიათ. ერთი ცალი შორტი მხოლოდ. საკმარისია, всё, მორჩა ვიდეო. აბა 51 ევროსი იყო და რა თქმა უნდა არ ვიყიდე რა. რავი 51 ევროს საშუალება ნახდად არ მქონდა. ხო და მოდი გავაგრძელოთ ისე ვიდეო მაშინ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მოკლედ ბიუჯეტურად პირველ რიგში სადაც უნდა მოხვიდეთ და სადაც უნდა იყიდოთ ტანსაცმელებით, თუ კი ახალი ჩამოსული ხართ და თუ კი რამე დაგჭირდა და ბიუჯეტურად მოგზაუროთ, ეს არის ტენიესი რა, პრიმარკი, რომელიც არის ჩემს უკან. ყველაზე ბიუჯეტური და შედარებით ხარისხიანია რა, ასე თუ ისე მოკლედ. ვიცი, განახეთ კიდევაც ეგრე შორტები, რომელიც ძვირიანი იყო. მაგრამ დღეს რაღაც ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ, მოდი შევიდეთ ყველაზე იაფიან ტანსაცმელების მაღაზიაში და ვნახოთ რისი შეძენა შეგვიძლია რა. წავედით აბა. ძალიან დიდი მაღაზია, ბევრი არჩევანი. მაგრამ ჩვენი ყველაზე მთავარი მისია ის იქნება, რომ ყველაფერი შევარჩიოთ ძალიან დაბალ ფასად. რა შეგვიძლია რაღაცები მოვიპარკეთ. ვიც გასაწევად ახარ ჩამოსულები მოკლედ. არ უკეთია, კაროჩე არც ალარმები და არაფერი შეგიძლია ეგრევე გაჯიბო ჩაიდო ჩანთაში. არა პრობლემა. მოკლედ ფიქრობ ახლა რა ვიყიდო 50 ევროში. 50 ევროში არა, მაქსიმუმ 10 евро უნდა დავხარჯო. იმიტომ რომ მთელი ამბები გველოდება წინ. ჭამასმა დალევა და გულაობა ბიჭო, რას ამბობ. 50 ევროში ისე უნდა ვიგულაო. მოკლედ მოვძებნოთ ახლა ჩვენთვის განკუთვნილი სექცია, რაც შეიძლება დაბალ ფასად უნდა ვიყიდოთ რა. გააძვიეს ყველაფერი. აი ფასდაკლებებია იქ წამოვა 50%-ია. ჟაკეტი ხო არ გვინდა? აუ 5 евро ჩემი 5 ევროს მაიკა ბიჭო რა ამბავია რა ჩემი გამყიდეთ ფარებ და ეგ არ 5 ევროიან მაიკას ნახდად ვერ ვიყიდე რა ამბავია ჩემი ვალი გაქვთ ჩემი გაკოტრება გინდა თუ რა არის ეს რა არის სად არის 1 ევროიანი მაიკები მინდა 1 ევროში უნდა ვიყიდე კაი მოკლედ მოძებნი ახლა კარგად დავათვალიერებ და სადაგზა განახით A few moments later რანამუსით უნდა ჩავიცა 5 ევროიანი მაიკა მე არ სად არის მართლა ეს მაიკები ერთი სიტყვით ვიპოვეთ საჩვენო მაისურები ეს მაისურები ღირს 3 და 50 ნებისმიერი ამოირჩიეთ მოკლედ და 3 და 50-ად გამოვართ რა მაისურში მოდი აბა ჯანო ხა მომარჩევინე რომელი მაიკა ავიღო 3.5 მგონი მაგარია რა მაინც ძვირია ხა რა უკნა ძმაო ტანსაცმელი ხომ მჭირდება მე ხო ადამიანი ვარ აბა ეს მაიკა ვნახოთ რა არის წავა ეს მაიკა თუ ცოტა სხვანაირი ვიყიდო რა ამბავია ჩემ ემი არას არ მომერგებ ლარჯი უნდა ვიპოვო აბა ეს მაიკა როგორი ტოკიოში გამოგზაურე 3.5 მოკლედ ეს მაიკა ავიღოთ და ეხა შევარჩიოთ რამე შარვალი ჩვენი ბიუჯეტიდან 3.5 გამოვაკლდა წავიდე ნასკებს რა თქმა უნდა არ ვიყიდი ძვირია ნასკები წამოვიღეთ მოკლედ რო წავყავ აუცილებლად ნასკები არ დაგავხსნათ ეხა რა ვიყიდოთ კიდე ეხა გვინდა იმენა 5 ევროიანი შარვა აგე 7 ევროიანები სალური უფრო იაფად არ არის აი რაც შეიძლება ყველაზე იაფიანი რა 7 ევროში იქნება 5 ევროში გავაზრო თითოეული კაპიკი მოკლედ ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს მოკლედ მეგობრებო სათვალეებსაც მივაგენი 2 ევროში კაი სათვალეებია შავი ჯობია თუ ეს შავ სათვალეებს ავიღე განგსტერულად
მოკლედ ვიყიდოთ აბა სათვალეები 2 ევრო, 7 ევრო. აუ ჩემი ამ ხელა ფულს ყველაფერი ჩვენ ბიუჯეტს მოაკლდება. თითოეული მაიკა ჩვენი კუჭიდან მოაკლდება საჭოს. აუ 12 ევრო და 50. აი გადავიხადოთ მოკლედ რა ვქნა. მოკლედ ჩვენი ბიუჯეტიდან წავიდა 12 ევრო და 50 და სულ დაგვრჩა 37 ევრო და 90 ცენტი. წავედით ხა? ამებს ჩავიცმე და დაგენახებით როგორი იქნება რა დანარჩენი ჩემი აუთფიტი კიდე თქვენ შემიფასეთ თქვენთვის მომინდი. წავალ ხა ჩავიცმე ვამებს და ნახოთ აბა როგორი იქნება. პენიეში ნაყიდი ყველაზე იაფიანი ტასა. მეგობრებო, გამოვედით პენიესიდან პრიმარკიდან და უგულში რა თქმა უნდა გჭირდება ტრანსპორტი. ავტობუსებით რო არ ვიარო და ზედმეტი თანხა რო არ დავხარჯოთ, 5 ევრო გადავიტანოთ ფლეპერის ველოსიპედების აპლიკაციაში. შეგვიძლია დავასკანებოთ და გამოვიყენოთ ფლეპერის ველოსიპედი როგორც ტრანსპორტი ისე. ნუ ამის დასკანერება მოხსნა ბლოკის ხდება. ესე უკან აქვს აპლიკაციას გადმოიწერთ, დასკანერებთ და start ride დააწერთ. Unlock and start ride. ეგ არის უკვე ჩართულია და დროც მიდის რა. მოკლედ ავიყვანეთ ველოსიპედები. პირველ რიგში ყველაზე მაგარი ველოსიპედები რაც არის ის რომ შეგიძლია ქალაქის დათვალიერება რა. შეჯერობით არ ვიცი 5 ევრო გადავიტანე მოკლედ ველოსიპედზე და პირველ რიგში დავათვალიეროთ მოდით უგუნის ქუჩები და შემდეგ გავიაროთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკში რა. ფენიქს პარკი ქვია. გავიაროთ, გავისეირნოთ, დავათვალიეროთ და შემდეგ მოვიფიქროთ ვისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ დარჩენილი ბიუჯეტი რა. მაგარია მოკლედ გასართობა რა. ველოსიპედი გაიარო, დაათვალიერო. ავარია არ გაგვიწვიდეს ესლა. სამ ავარია ბევრი არ დაგვიწეროს ველოსიპედმა. ამით ცოტა არ ეხლა გზად გამოვიარეთ გინესის ქარხანა რა და შევაჩერეთ. აი ჩემს უკან მდებარეობს ახლა გინესის ქარხანა და შეგიძლია შემოხვიდეთ, დაათვალიეროთ არის გინესის ქარხნის ტური, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ბიუჯეტში ვერ ჩავეტევით, რადგან გონი ტური 30-35 ევრომდე მერყეობს რა ერთი კაცისთვის. ასე რომ ჩვენ რაც შეიძლება ბიუჯეტურად უნდა გავერთოთ. მოკლედ წავედით ფენის პარკისკენ და გინეს ფორჰაუსს ვიდებით, რომ შემდეგში გადავიღებ აუცილებლად. მაგარი კალორიები კი დავწვის. აუ, მაგრამ მაგრა დასწორებს რა. ერთ-ერთი სიტყვით ვარჯიშის გამომივიდა მეგობრებო. აღმართებზე შეულებრივად არ არის პრობლემა. ძალიან კაია რა ასწორებს. მაგარი პარკია, ძალიან სიმშვიდეა, სიწყნარეა. სტადიონებიც არის მოკლედ აქვე. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად მოხვიდეთ. ხო და გაერთოთ რა. რაც ყველაზე მთავარია უფასო. ეს ყველაფერი არაფერი არ დაგიწევს. აბა რასი ხდება ნახე. ვა, არის. რაღაცას შევესწარით. რაღაც ვიღაც გასვენეთ. მოკლედ მორჩა ჩვენი ველოტური და საათნახევარი ვიარეთ და დაგვიჯდა 4 ევრო და 45 ცენტი. საათნახევარი სიარულისთვის მე მგონი ძალიან მაგარია ბიუჯეტური გართობისთვის რა, ვისაც სიწყნარე უყვარს, სეირნობა, ქალაქის დათვალიერება, საათნახევარში ის დათვალიერების მოსწრება მგონი ძალიან მაგარია რა. ახლა შემდეგ ლოკაციაზე გადავინაცვლეთ, მოკლედ და შემოგიერთდით. შემოვედით ბარში. იაფიანი ბარია, ნახე ლუგდების ფასები 270 დუბლინი ბარის კულტურის გარეშე არ შეიძლება რა, აუცილებლად
უნდა დავლიოთ. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე ეს ლუდი ავიღო ჯეიპური, რომელიც ღირს 2.70. ნახოთ ახლა ბართან ვარ, იმედი არ მოვიწამლები. ყველაფერი კარგად ჩაივიდა. ესე იაფად ვერსად ვერ დალევთ დუბლინში. დაცვა მომიკრძალა ვიდეოს გადაღება, მაგრამ შევეცდები მაინც გადავიღო რა ჩუმო. ლუდების ფასები ძალიან მაგარია, აი ზუსტად ის არის რაც ჩვენ გვინდა. მოკლედ მიკროფონი მქონდა გათიშული და ვერ შევამჩნიე სამწუხაროდ, ესე გაითიშა. მოკლედ შემოვედით, შევიძინეთ ლუდი, რომელიც გამოიყურება ესე. ხა განახევთ. აი ესე გამოიყურება. თლად სახარბიელოთაც არ გამოიყურება რა. ჩანო დალიე შენ უკვე ბრატ? და გავსინჯე კი რაღაცა უცხო წარმოშობის ლუდია რაღაც, მაგრამ დიდი ვერაფერი რა. ვერა მოხიბლული ვერ დავრჩი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია და იაფია სამაგიეროდ რა 2.70 გადავიხადეთ ბაკალში. ღირს არაფერს ჯობია, ვისაც დალევა უყვარს და ბევრის დალევა უნდა და თან იაფად უნდა რომ გამოვიდეს, კაი აზრია რა, აქ შემოხვიდე დალი. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ყველაზე იაფიანი ლუდი, რაც დუბლინში დამილევია რა, ზოგადად რაც ირლანდიის მასშტაბით დამილევია, ყველაზე იაფიანი ლუდი არის ბარის. ჩამოსასხმელი რა. ესეთი იაფიანი ლუდი არ დამილევია და ნახოთ გემოზე როგორია, მოდი აბა დავაგემონოთ. ძალიან დასპირტულია ჩემი. ძალიან რაღაც მწარე გემო აქვს რა, რავი დიდად. რეკომენდაციას არ გაუწევდი ამ ადგილზე მოსვლას, მაგრამ ბიუჯეტურად მაინც თუ გინდათ, ერთი სიტყვით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყოთ და რაღაც მოხოდილი იყოთ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და დალიოთ რა, მაგრამ როგორც გემო ძალიან არ მომეწონა რა. 10 ბალიანი სისტემით დაუწერდი ალბათ სათხაც 4 ქულას. რავი, შენამდეც დაუწერდი ჯანსკი 10 ბალიანი სისტემით აი ამ ლუდს. უყურე რა არის ბევრი არჩევანია, ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ლუდები იყო და ჩვენ ავიღეთ ერთი კონკრეტული ერთმას და მეორემაც. სხვადასხვაც არ აგვიღია კამეგე და შეიძლება იყოს რომელიღაცა კარგი, რომელიღაცა ცუდი, ეს ცუდია, მაგრამ მე არ მომეწონა. 10-დან ალბათ 5 რა, არც 4.5. მოკლედ 4.5 დაუწერა ჯანო. ერთი სიტყვით ლუდებმა მაგრად გაასხა რა. რავი, მაგრამ იაფიანია. მოდი ვნახოთ კარტაზე რამდენი დაგვრჩა. წაგვივიდა 5 евро ველოსიპედებში და 2.70 ღირდა. აი ეს ლუდი მოკლედ. საზღვრობა 2.70 ღირდა. დაგვრჩა 30 евро. 30 ევროა დაგვრჩა და 20 ცენტი. ხო და ამ პაბის სახელი არის Silver Penny, the Silver Penny ესე ქვია რა. შეგიძლიათ მოხვიდეთ, დააგემონოთ, საჭმელებიც აქვთ რა თქმა უნდა, მაგრამ შევეცდები რომ მე უფრო ბიუჯეტურად გამოვიდე საჭმელებში რა. მოკლედ მეგობრებო, შემოვედით ახლა Lidl-ში და მე ვცდილობ ახლა ყველაზე ბიუჯეტურად მივირთვა საჭმელი რა. ყველაზე ბიუჯეტურად თუ გინდა მივირთვათ საჭმელი, უნდა შემოხვიდეთ მარკეტებში, Lidl-ში, Tesco-ში და მსგავს ესეთ შოპებში რა, მსგავს ესეთ მარკეტებში. ესეთი ბეიქერის ის არის კუთხეა რა. 1 евро ღირს პიცა, cheese twist-ებია, ყველიანი ისინი პურები, ham and cheese 1 евро ღირს. ნუ მოკლედ შეგიძლიათ ახლა აიღოთ რაღაცეები, უბრალოდ უნდა გახვიდეთ გარეთ და გარეთ უნდა მიირთვათ რა. დასაჯდომი ადგილი უნდა ნახოთ სადმე. როცა კუჭი მაძღარი იქნება, მე ყველაფერი უკვე მოდის იდეები და იდეები. მოკლედ ავიღებთ ახლა Lidl-ში რაღაცეებს, რომ გამოვიდეთ რაც შეიძლება ბიუჯეტურად. თუ ბიუჯეტურად გინდათ რა, მოგზაურობა ან თუნდაც ცხოვრება Lidl-ში ირლანდიაში, ავიღებ მოდი პიცა მარგარიტას ერთ ცალს, აგერ ერთ პაკეტს ავიღებ მოკლედ. ერთი ცალი პაკეტი ავიღოთ, აქ უნდა იდოს გავსი რაღაცები და მოდი ავიღოთ ერთი ცალი პიცა მარგარიტა, ერთი ცალი ham and cheese, ჯამბოს ქვია ეს ირლანდიური. ერთი ცალი ჯამბოსი ავიღოთ. შეგვიძლია ავიღოთ კიდე რამე ტკბილიც ავიღოთ, მოდი ფული გვაქვს მეგობრებო, არ დავინან. დონატები გვაქვს მოკლედ 3 ცალი ღირს 1 евро და 35 ცენტი. დონატებია რა, შაქრიანი. ეს ზევით შოკოლადიანები არის 2 евро და 9. შეგვიძლია, ესენი მევასება მაგრად, ესენი ძალიან მაგრები. ესენი შეგვიძლია აურიოთ და 3 ცალი 3 ევროში შევიძინოთ რა. მოდი ამას ავიღებ 3 ცალს. ერთ ცალს ავიღებ, მეც ვერ გავუკაჩე. აი ეს არის ყველაზე მაგარი, ტოფე. აი ერთ ცალი ტოფი ავიღოთ. ესე და ცოტა რომ მოვიხოდოთ, მოდი ერთი Red Bull-ს ავიღოთ რა. Red Bull-ი ან Monster Energy ავიღოთ, სადმე აი Red Bull-ი ავიღოთ. უშაქრო Red Bull-ი ავიღოთ. წავიდეთ ახლა, გავატაროთ და ნახოთ მოდი, რამდენი დაგვიჯდება ეს ყველაფერი რა. წავიდეთ. რომელი ავიღეთ? ჩემი რა იაფად გამოვიდა. 5 евро და 57 ცენტი რა. ცოტა ხანი გვეყოფა მოკლედ. ჭამოთ. მთელი დღის საკმარი საჭმელი არ არის მოკლედ, მაგრამ ცოტა ხანი გაგვიქაჩავს. კარგით გადავიხადოთ. გარეშე შევამიწევ.
ახლა შევამოწოთ ანგარიში, მოდი რამდენი დაგვრჩა. 24 ევრო და 73 ცენტი. ავიღოთ რესიპი. ეს ყველაფერი დაგვიჯდა, მეგობრებო, 5 ევრო და 57 რა. დავაგემოვნოთ. შოპინგ ცენტრში შემოვედით. შეგვიძლია დავაგემოვნოთ ახლა ჩვენი Lidl-ის, ესე ვთქვათ, Lidl-ის შენაძენი შეგვიძლია დავაგემოვნოთ, ყველაზე იაფიანი. რა შეიძლებოდა აგვიღო და გვეჭამა. ახ დიდად არ მინდა ამის ჭამა იმენა. ცოტა ქვასავით. აი, მოკლედ იმე. არა, ისე სხვათა შორის გემრიელია რა, არაა ცუდი. ცუდი არა, მოკლედ კაია. გვაქვს ასევე პიცა მარგარიტა. სივია რა, მაგრამ ბიუჯეტურად თუ მინდა ჭამოთ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა მოკლედ ეს არის ბიუჯეტურად, რომ მიირთვა საჭმელი რა. პიცას არა უშავს და მოკლედ ეს არის ჩვენი დესერტი. რა თქმა უნდა, დესერტიც უნდა გვეჭამა. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება. ეს მაგრად მევასება, ეს ძალიან გემრიელი. ამაზე ვიჯექი კაიხანი მე. ეს მართლა ძალიან გემრიელი. даже მარტო ეს რომ მეყიდა, და ეს რო არ მეყიდა, იმენა მაგრად გავისწორები რა. აი მეგობრებო, წავედი და შემდეგი ლოკაციიდან შემოგიერთებ. მოკლედ მეგობრებო, მოვედით გასართობ ცენტრში. Lane 7 ქვია. რეკორდია 670 რა. მოდი ვნახოთ აბა, ეხლა თუ შევძლევდა თუ მოუხსნი რეკორდს. ერთი თამაში ღირს 2 ნახევარი. ესე ჩვენი 2:50 გაფრინდა. წავიდა, 2 ხელი დავარ ხა? მოხსენი რეკორდს. რეკორდი მოიხსნა მეგობრებო. აი ხა 30-მდე უნდა ავაგდო. ჩემი რეკორდი ქართველის რეკორდი დაფიქსირებულია 889. სველებური თამაშები მოდი ვითამაშე უფასოდ, არაფერი არ გადამიხდია რა. გართობა თუ გინდა მოდი და უფასოდაც გაერთობია. ავიდა სხვა თამაშები არა? ნახე აქ იმენა ტეკენი და ისინია. მოდი აბა დავაის. ტეკენი, ორ კაცია. მოდი ჯანსკი გეთამაშე. რას უნდა დავაჭირო არ ვიცი просто. შენს დააჭირე რამე. დავიდა დავა. ნახე რა ილეთებს აქ. ოპა, ჯები. ოპა. დამარცხებულია ჯანო. გამარჯვებული აქა. ამო აბა დავათვალიეროთ კიდე რეებია. ბოულინგია. მოკლედ მეგობრებო, სვანური ძალა, აბა ვნახოთ. მიდი ჯანსკი. ჩემი. ხო არ გადაო, ბრატ. ახალი რეკორდი დააფიქსირა იმედ. 911 საღოლ, ბრატ. გააფუჭა აპარატი იმენა. მოკლედ მეგობრებო, შემოვედით ბარში, რომლის სახელიც არის კამდენი, რომელიც მდებარეობს დუბლინის ცენტრში. აქცენტი მქონდა გაკეთებული დუბლინის ცენტრზე რა. აი ჩვენ აქ ვართ. ალბათ შეამჩნევდით შარვალი შევიცვალე. დუბლინში არის ესეთი რეგულაციები, რომ შარვალი აუცილებლად უნდა გეცოს ჯინსის, იმიტომ რომ არ შემოგიშვებენ რა. ტელევიზორები დგას, მოკლედ შეგიძლიათ მსოფლიო ჩემპიონატს უყუროთ, გადის დიდ ტელევიზორებში და ესეთი სივრცეა რა. აქ აქვს ბილიარდის მაგიდა, ვითამაშოთ ბილიარდი. რა თქმა უნდა, ცუდი ლუდის მერე აუცილებლად ერთი კარგი ლუდიც უნდა დავლიოთ, მოკლედ რა და ვნახოთ რა დაждდება. მორეტი კათხა ლუდის ფასი იყო 8:60 და 1 ევროს ბილიარდი რა. მოკლედ 9:60 შემოვედით, გავერთობით მსოფლიო ჩემპიონატს უყურებ, ბილიარდს ვითამაშებ. ძალიან დიდი ხანია არ მითამაში. მოკლედ ბილიარდში გავსაზიზღრდი, ესე თქვენ. გადმოვინაცვლე ფეხბურთზე. თუც მივირთმე. მეგობრებო, დასრულდა ჩვენი ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი, კანადა ეთამაშებოდა ბოსნიას. ერთ-ერთი მორჩა, ბარიდანაც გამოვედით. ანგარიშზე დაგვრჩა სულ რაღაც 8 ევრო. 8 ევროში რისი გაკეთება შეგვიძლია. მთელი დღეა მოკლედ გარეთ ვიყავი, ცოტა კიდე მომშივდა, თან ის Lidl-ის საჭმელები დიდად არ მომეწონა, დამაწვა გულზე, ასე რომ გადავწყვიტე დარჩენილი 8 ევრო შევიდეთ მაკდონალდში. ნახოთ რისი ყიდვა შეგვიძლია მოკლედ მაკდონალდში 8:70 ევროთი. თან გავიგებთ ირლანდიურ ფასებს, მაკდონალდის ფასებს.
იმედია რამეს ვნახავთ. რა გვაქვს მენიუში? მის პული არა გვაქვს, ბურგერებში შევიდეთ. 8 ევრო, მილი რაღაც ამის. კაკრას 8.70. მე მგონი ეს კაი იდეა იქნება. ისედაც ჩემი საყვარელი მაკდონალდსში არის ორმაგი ჩიზბურგერის მილი. Large price ავიღოთ. კოკა-კოლა ავიღოთ. მოკლედ ესე გამოიყურება ჩვენი ორდერი, ჩიპსი, დაბლ ჩიზბურგერი, დიდი ფრი, კოკა-კოლა. და 70. დღეს არანაირი დახმარება არ გვინდა, აქეთ დასახმარებლები. მოკლედ მეგობრებო, ქონდა ზუსტად 8.70 და ზუსტად ჩავეტიეთ ორდერში რა. ანგარიში გაგვინურდა და ეხა ბოლოს მივირთვათ, მოდი ჩვენი მაკდონალდსის ბურგერი დავაგემონოთ. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და მსგავსი ვიდეოები და ლაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი რა. მოკლედ ესე გამოიყურება ჩვენი ორდერი. ძალიან მომშვიდე სხვათა შორის მთელი დღეა ეს ლიდლის რაღაცეების, მეტი არაფერი მიჭამე. დაბლ ჩიზბურგერი, რომელიც არის ირლანდიური ხორცით გაკეთებული. აი ესე გამოიყურება. ცუდი არ უნდა იყოს. არ ვიცი მომშვიდა, ძალიან მომშვიდა. იმ ლიდლის საკვების მერე ეს არის ძალიან მაგარი. მოდი ახლა ამას შევჭამ და დაგიბრუნდებით ჩემი. მოკლედ მეგობრებო, ესე დასრულდა ჩვენი ჩელენჯი. გამოვედით მაკდონალდსიდან, დავჯექი მანქანაში და ახლა გავეშურები სახლისკენ რა. რომ შევაჯამოთ, მოდი ყველაფერი ერთად. მე მგონი ცუდი დღე არ გამოგვივიდა რა. ასე თუ ისე შეძლებს და გვარად გავერთეთ, ტანსაცმელიც ჩავიცვით, ბარშიც ვიყავით, ლუდიც დავლიეთ, ფეხბურთსაც უყურეთ. ყველაფერი გავაკეთე ერთი სიტყვით, რომ რაც შეიძლება ბიუჯეტურად ყოფილიყავით რა. მოკლედ ყველაფერში ფული გინდა, აბსოლუტურად ყველაფერში და ძალიან ძნელი იყო, მოკლედ ძალიან გამიჭირდა. იმაზე ვფიქრობდი, ჯერ თუ საწავსულიყავი რა გამეკეთებინა, არ მინდოდა რომ ერთფეროვანი ყოფილიყო, მოკლედ ეს ვიდეო. ნუ რაც გამოვიდა, ეს გამოვიდა რა. ეს იყო ჩემი პირველი ესეთი ვიდეო და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. ასევე თუ მოგეწონებათ ესეთი კონტენტი, დამიწერეთ კომენტარებში და გავაგრძელებ კიდე მსგავსი რაღაცების გადაღებას რა. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ყურებისთვის, ყურადღებისთვის და შემოგიერთდებით შემდეგი ვიდეოთი. აბა თქვენიც კარგად იყავით და მადლობაში. დროებით.